სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალდღეში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს ჩემი ძმაკაცები მოვიყვანეთ ჩემთან აბაძმაო, როგორ ხარ? დღეს განსაკუთრებულად სიმპათიური ხარ, ბონჯუკ. ჩემი ლომი ბიჭი ხასიათზე მოხვედი, ხო? სიმპათიური ბიჭი. თქვენ ხო გითხარით, რომ ფაისალმა ასე გაგაუკეთა ამათ? ფაისალი უკვე გაგიჟდა, დღეს დილით 5 საათზე მოვიდა აქ, პადეების გვერდით და ამათ ხვიროდა მეგობრებო. თხებზე გადარია ეს ფაისალი. ეხლა ფაისალს თხებთან ერთად აღარ უშვებ, ხო იცით? ეხლა გუშინა ძალიან ცუდი წვიმა იყო, ქალიშხალი, წვიმა საშინლად ცუდი იყო, გუშინ ვიდეო ვერ ავტვირთე მაპატიეთ. დღეს კი რამდენიმე ამანათი მქონდა გამოწერილი, ამანათები მომივიდა. თხებისთვის საკვებს ვიყიდი, ძაღლებისთვის კათმებს ვიყიდი. როკი მიკროფონს რატო ჭამ, მიკროფონს რატო ჭამ? თხები რომ მოვეფერე, შეხშურდა ხო მართალი თქვი. შენ მოგეფერო. დღეს თქვენთვის დღიურ ვლოგს გადავიღებ, ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ვლოგს, ფერმის გარეთაც. ბონჯუკო შვილო რომ მოვალ გაგიშვებ, კარგი ბატონო. ისინიც ახლა თვალებში მიყურებენ რომ გაუშვა, მაგრამ ჩემი შვილი რომ მოვა მელე. ვერ დაგტოვებს და ვერსად ვერ წავა. მოდი ძმაო, ჯერ პირველ შვილებს ნახოთ, მერე გავალთ, უნდა მოვემზადოთ, მოდით. პამუკი, ქიოპიუკი, ბალი, არა, გაჩერდი, შიგნით არ შეხვიდე, რა მოხდა, მოგშივდათ, ჩემო ლომო. ბონჯუკ შეხედე შენ ჩემო ლომო, მაშალა თქვენზე, როკი მტრედებს აფრენინებ უკვე, ხო? როკი, მოდი გავიდეთ გარეთ, მოდი შვილებს მოენატრეთ, მოდი. რომ შორდები მათ, სულს კარგავენ. ოიცადეთ, არა ბონჯუკ. თქვენ არ მოხვიდეთ, შვილო. ისინი გარეთ გასვლა უნდათ, მაგრამ რომ მოვალ დღეს კიდე 2 საათით მე დღეს გაგიშვებთ. ჩვენი ლომები. მაშალა, ჩემს ლომებს, ოდინ ფაშა. მეგობრებო, დღეს ვამბობ, რომ ახალი გოგო მოვიყვანეთ, იცით, როტვაილერი. ჩვენი მდედრი გოგო. მის სახელზეც გადავწყვიტეთ, სახელიც კარგის მომტანი იყოს. ერთმა ჩვენსმა გაუნწენ, მაიჩია მან თქვა. მოდი მარია დავარქვათ, მარლას გავს, მარლას შეეფერება. თუ სახითაც გავს, მარია დავარქვათო. ეს სახელი ძალიან მომეწონა, ახლად მოყვანილ როტვაილერ გოგოს სახელი ამიერიდან მარიაა, აქაც ვწერ. მხოლოდ ერთი პუდელი მოვიყვანეთ, მას სახელი ვერ მოუძებნეთ, მასზე თქვენს რჩევებს ველოდები. დღეს ძმაო, ფიქრობ მარია და ოდინი გავაცნო ერთმანეთს, რას ფიქრობთ? იმიტომ რომ ერთ დღეს მარია ხანუმი ჩვენი ო딘 ფაშას ცოლი იქნება. ნეტა ოდინს და მარიას შვილებით უკვე ყოლებოდა, ძალიან მინდა ეს. ალექს საერთოდ არ დაეწყო ეს პერიოდი. ბოლოს მაინც იმედი მომცა რომ მოვიდოდა, მაგრამ თურმე მომატყუა. ამის შემდეგ მარია თავი უნდა მოიკრიბოს, მარლასთან დავაწყვილებთ, ამიტომაც მინდა ოდინი და მარია ერთად ვცადო, რას ფიქრობთ? ო딘 ფაშა ეხლა არაპროგნოზირებადია, ცოტა არასტაბილურია, ცოტა რისკიანი ვიდეო გამოვა, მაგრამ ამ ვიდეოს 5000 მოწონება მოუტანეთ. პირობას ვდებ გავაკეთებ, მარია და ოდინი შევახვედრებ ერთმანეთს. კარლოს ბაბა ალექსი ისევ მოეწყო. კარლოს, მოდი შვილო, ჩემი სიმპათიური ბიჭი. მაშალა შენზე, ჩემი ქარიზმატული ბიჭი. იმ დროს როგორ მატარე, როგორ შემაცხვინე ჩემო ლომო. ვერავინ უძლებს ჩემს ლომს. შენ კიდე ბაზარში უნდა წავიყვანო, ვერ წავიყვანე ჯერ ბაზარში. ბაბუა, შენზე დიდ საქმებს ნუ ეცდებ. ნამდვილი უშხულია, მაშალა, ნამდვილი უშხული, მოდი აქ. ძმაო, კარლოს ხო იცი, ბაზარში რო წავიყვანო ერთხელ. ხალხი როგორ რეაგირებს, ზარიაგირებს, ძალიან მაინტერესებს და აუცილებლად გავაკეთებ. დესტან ბაბა, ასილ, რეინა, გაგიშვა შვილო, მოვალ პირდები, 100-ია, შენც ვერ გაგიშვებ ეხლა ხან გავლეცხი გალიები. დაახლოებით 40-45 წუთის წინ, მაშალა, ყველამ კარგად დააბინძურა მეგობრებო. ეხლა საკმაოდ ბევრი პროდუქტი ვიყიდე ჩემთვის. ამანათების ნაწილი შაბათ-კვირას მივედი და ავილე, ჩვენ ფერმაში ამანათი არ მოდის, ამიტომ ბაზარში მივდივარ და იქ ვიღებ, ნაწილი კი დღეს მოვა. მათ ველოდებით, კიდევ თხების საკვები დაგვივთავრდა, მათაც ვიყიდით, მოვაგვარებთ, მაგრამ დღეს კარდიოლოგია. ბავშვებო, რას აკეთებთ, ბავშვებო? ჩემო სიყვარულებო, ჩემო ლამაზებო, რას აკეთებთ თქვენ? ნახეთ, მე ესენი სულ უშვებ ბაღში, მაგრამ ვიდეოში ვერ მოხდა. გინდათ რომ ეს გოგოები, ჩემი ბავშვები, სპეციალურად გამოუშვა და ვიდეო გადავიღო თქვენთვის? ნახეთ ესენი, მაგრამ გარეთ ისენ სასაცილოები არიან, მე გადმოგცემ, ძალიან სასაცილოები არიან, ძალიან. ყველას აწუხებენ, ყველა ძაღს აგიჟებენ, ძმაო.
ამასთან ერთად ერთი თხოვნაც მაქვს თქვენთან. გთხოვთ, არ გამაცმილოთ. თუ ამ ვიდეოს მოიწონეთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწერთ. ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გთხოვთ, არ გამაცმილოთ. გააკეთეთ სიკეთე და იცით, ყველაზე მეტ კომენტარს ვინც წერს, მათაც ვაზიარებ. რა უქენით ბოლო ვიდეოს, მეგობრებო? მაშალა, ვეღარ გავიგე, ვის დავდო? ამჟამად ეკრანზე 3 ადამიანს ხედავთ, ვისი სახელიც ვერ დავწერე მაპატიოს. მართლა ძალიან ბევრი კომენტარი მოვიდა და კიდე კომენტარიო დაწერეთ. სხვა კომენტარებიც თქვენსავე პასუხად დაწერეთ. აი ხა ეკრანზე ერთს ვდებ მაგალითად, ასესე გააკეთეთ უფრო მარტივად, შემიძლია გამოვარჩიო და ავარჩიო. მომდენო ვიდეოში ყველაზე მეტ კომენტარს ვინც დაწერს, მათ გავაზიარებ. თქვენგან თხოვნა მაქვს ამ ვიდეოზე ძმაო კომენტარი, ემოჯი, რიცხვი, ყველაფერი დაწერეთ ძმაო. აჰა, ვიდეოს დროს ჩვენი ერთ-ერთი ამანათი მოვიდა ძმაო. მოიცა ესენიც ავიღო ეხლავე. დიახ. 2 მოსულა? დიახ. მეტი იყო. შეიძლება გზაშია. აჰა, ერთი. ხო შაბათობით აქ მოვდივარ. ხო, მაშინ დანარჩენს ფილიალიდან ავიღო. არა, სინამდვილეში დღეს მოვიტანე. თუ ფილიალიდან ავიღო, დღეს რო წავიდე. კარგია, პრობლემა არ არის. ეხლა იქ არის, ანუ დარწმუნებული ხარ რომ მოვიდა? დარწმუნებული. შეიძლება გზაშია და მოდის. 5-6 მესიჯი მივიღე, იმიტომ. კარგი, ვიტო მოდიარ გზაშია. დღეს კიდევ ერთხელ ვკითხავ, როცა მივალ. კარგი, ის კაცი ისედაც დარეკა. ხო, ვიცი, კარგი, მადლობა გადაუხადე. ეხლა ტაისონ ბაბა. შვილო, შენთვის არაფერი მოსულა. ეხლა ესეთი რა არის? არ ვიცი რა არის. ავტომობილის შამპუნია. ერთ მანქანას რო დამებანა, შამპუნი ვიყიდე და ის მოსულა. მე მეგონა ეს უფრო დიდი იყო. კიდე მაქვს 4 საკმაოდ დიდი ამანათი ძმაო, ბევრი რამ ვიყიდე. ეხლა აქ ერთ სისტემას ვაწყობ, ხო ვიცი? საცხოვრებელი სივრცისთვის, საცხოვრებელ სივრცესაც გავალამაზებ, გავიმარტივებ და ჩემებურად მოვაწყობ. ასე რომ სიამოვნებას მივიღებ, სულ ძაღლებთან გვაქვს საქმე, კარგი, მაგრამ თან ჩვენთვისაც იყოს რამე განსაკუთრებული. აჰა, ნახე, კარგია დაგვიდოვებია. ნონა! რა მოხდა ჩემო პატარებო? მეგობლებო, აქ ეხლა ცოტა არეულობაა. აი ამ ფარდულის მხარეს. ბაბუა შეხედეთ. ბაბუა რა გჭირს შვილო შენ? იზაბელი აკეთებდა ამას ადრე, ეხლა ბაბუაც დაიწყო, კარგი საქმეა. იქ კარი დავაკეთეთ, მაგრამ ტყუილად. ფარდული გავაკეთეთ, იცით აქ. საკმაოდ ვიწვალეთ, მაგრამ ვიც გააკეთა, ოსტატი არ იყო და ნორმალურად ვერ გააკეთა, მეგობრებო. აქედან მთლიანად წყალი მოდის, ღალის მხრიდან, ქვემოთ, აქ ყველგან წყალი ჩამოდის. ამ ღარს საერთოდ არ აქვს ფუნქცია. კაცმა აქ ღარი დააკენა, მაგრამ ბოლომდე არ მიამაგრა. მოკლედ, რაღაც უაზრო საქმე გააკეთა აქ. ფული გადაუხადეთ და ეს ადგილიც გაგვიფუჭა. წიმა რომ მოდის, ყველა ნივთს ერთხარეს ვაგროვებთ, რომ წყალი ასე შემოვიდეს. ეს აწილი მთლიანად წყლით ივსება, წარმოიდგინეთ. მაგრამ ჩვენთვისაც გამოცდილება იყო ძმაო. კვლევის გარეშე არავის არ უნდა შეუშვა ფერმაში. მართლა არ უნდა შეუშვა, 1000 უბედურება. ამიტომ ნივთები ცოტა არეულია, ბოდიშ გიხდით. ახალი ესეთი საბოქსე ტომარა ვიყიდე ჩემთვის. მე ადრე მყარი კრივის გამოცდილება მქონდა, დიდი ხანია დავანებე თავი, რადგან დავზიანდი და დრო აღარ რჩებოდა. ამ ბოლო დროს ცოტა წონის დაკლება მინდა, ამიტომაც ვიფიქრე, ისევ აქტიურად დავიწყო კრივის ვარჯიშები. საკუთარ თავს კარგი საბოქსე ტომარა ვიყიდე. ეხლა ვარჯიში დავიწყე, მთლიანად კარდიოზე გადავედი. მინდა სადღაც 20 კილოგრამამდე დავიკლო. იმედი ამის შემდეგაც გავაგრძელებ მეთქი, იმიტომ რომ წონას ყველაზე სწრაფად ბოქსით იკლებს ძმაო. მთლიანად კარდიოა, მთელი სხეული აქტიურად მუშაობს და მაგიტომაც კარგია. სწრაფად იკლებ წონას, ძლიერად ოფლიანობ, თან ჩვენთანაც კარგად მოუხდა. ჩემი საბოქსე ტომარა კარგია. აი ესეთი ხელთათმანებიც ვიყიდე ჩემთვის. ხელები ვარ დავიზიანოთ. კარგია, ეს აქ მოუხდა. გარდა ამისა, ნახე დავიკიდე. ასეთი წონები მაქვს, ამას ნორმა, ვერ დავიჭირე. ამასაც პირველად ყიდულობ ცხოვრებაში, ჯერ არ გამომიყენებია. ინტერნეტში ნახე. ამას ხსნი. ხელებზე ან ფეხებზე იკეთებ, ერთი 3 კილოა, მეორე 3 კილოა. ჯამში სხეულზე კიდევ 6 კილოს ამატებ. მე მაჯებზე გამოვიყენებ, თუ შევძლებთ, თუ ვედა მაშინ ფეხებზე. ჩვეულებრივ, ამას ფეხებზე იყენებენ. მე ბაჯისთვის ვწვდი, ხელებსო კარგად დავტვისტო, ამიტომ ავიღე ესენი. საერთო ჯამში ეს 2-6 კილოა. და კიდევ გახსოვთ გითხარით, მოტოციკლიდან ჩამოვარდი მეთქი. მუხლი დავიზიანე, ნახე. იცით, ეს მოტოციკლი ახლახან ვიყიდეთ. ჩვენი გოქანი, მადლობა მას, ერთ უბედურ შემთხვევას გადააწყდა. მოტოციკლი დაეცა, მოტოციკლის ეს მხარე გადაიღე, ერთი. აი ეს ადგილი აჩვენე. აი აქ გატეხა გველდითი პანელი.
ამის შემდეგ ეს საჭეც გადახრილი გახდა, მე მაინც ასე ვიყენებ. გოქანი ერთხელ ჩამოვარდა და მოტოციკლეტი გააფუჭა. მადლობა ღმერთს, მას არაფერი დაემართა. რაც მოხდა, საჭე შეუკვეთე და ეხლა მას ველოდები. ალბათ სხვა გზავნილშია, დღეს ისიც მოგვივა. ეს გვერდითი პანელები არ მიყიდია? ეხლა კროსზე მივდივარ პლასმასისა და ამიტომ აუცილებლად ვარდებით, ანუ მე წინა კვირას დავარდი. ეს მუხზე დამეცა, ამეცა, მუხდი დავიზიანა. ეს კროსი საშიშია. ერთ დღეს კროსზე ვლოგს გადაგიგებ, ძმაო, კროსი ძალიან სახალისოა. ჩვენ ღამით მივდივართ ხოლმე. ღამით ზუსტად მაშინ არის ყველაზე საშიში. ძალიან სახალისოა. ჩემთვის ასეთი მუხლის დამცავი ვიყიდე. სხვადასხვის ეს რეკლამა არ არის, არ შეგეშალოთ. ინტერნეტში ვიპოვე და ვიყიდე. მუხლი რო დავიზიანე, ვიფიქრე, ერთი ესეთი ვიყიდო მეთქი. ამის შიგნითა ნაწილი ესეთი არის. დარტყმებისგან გიცავს, ჯერ არც კი ჩამიჩოს, ეტიკეტიც არ მომიხსნია. წვიმდა და არ წავედი. ამას ჩავიცვამ, ასე მოვაქ. იმედია ამის შემდეგ ჩვენს მუხს იგივე აღარ დაემართება. იმედია. იმიტომ რომ იმ მუხლის ასე დაზიანებამ ძალიან შემაწუხა, ღმერთს მადლობა რომ უფრო სერიოზული ტრავმა არ მივიღეთ. ამის შემდეგ ესენი ვიყიდე, ნახე. აქ ისედაც მომყავს მანქანა, მოტოციკლებს და ასე შემდეგ ვრეცხავ. ასეთი ხელთათმანი ყოფილა, აკაფებ. შამპუნით ვან ამას. მოტოციკლს, მანქანას რეცხავლო არ დაიკაწოს. ეს რა არის? ალბათ ეს ხელის ესპანდერია. როკი. აჰა, ნახე, ეს ხელის ესპანდერია. აი, ასეთი ხელის ესპანდერი, აი სენდერი ვიკიდი შეველედი გადადე, ჩემთვის მაჯი სავარჯიშოთ. ესეთი რეგულირებადი რამეა, კარგია. აქედან 60 კილომდე ვაკენებ, ნახე, ხედავ? მის დონეს. ეხა 5-ზეა ეს. როგორ გამოიყენება, მეც არ ვიცი, ამასაც ვისწავლეთ. ხო, ამას ასე აჭიმა. ზრდი. მაჯიდება. მაჯის სავარჯიშოთ ეს ვიყიდე ჩემთვის. ამის შემდეგ, აი ესეთი მანქანის სარეცხი მოპი ვიყიდე. ჯერ ესეც არ გამომიცდია, გამოცდი. ესეც იმისთვისაა, რომ მანქანა არ დაიკაწროს, ჯაგრისით არ ვეცხავ. შემდეგ მოდი ამ შამპუნს გადავხედოთ. როგორი რამეა? 10 რეკლამა არ არის, ისე იცოდე. მოდი ვნახოთ. აი ესეთი კაფია, ავტოშამპუნიაო წერია. ესეთი ავტოშამპუნი ვიყიდე. მოვსინჯავთ, ვნახოთ როგორი რამეა. 5 კილოა. ამით მანქანას დავრეცხო. ეხლა აქ მოტოციკლებს ვრეცხავ, ორივეს ერთად. მანქანებსაც იმ წინა მხარეს ვაყენებ. იქ ეხლა რეცხვას დავიწყებ. ტვერსასუს და ჯაგრის ვამაგრებ. როკი. არ დაანგლიო, ჭკვიანად ვიყავი. იქ ვრეცხავ, ხო, ბიცეგა. კიდევ არის ამანათები, მათაც ფილიალში მივალთ და ავირებთ. სახლისთვისაც რამდენიმე რამ ვიყიდე. ეხლა არ გაჩვენოთ მათ. ნელ-ნელა ვიყიდეთ, მაგრამ ეს აქ კარგად გამოვიდა, ეხლა აქ რაღაც სტენდსაც ვიყიდი, სავარჯიშო სკამს. ჰალტერის ნაკრები უკვე მაქვს. მათ აქ გადმოვიტან. ხო, დარბაზში წასვლას ვაპირებდი. ვიფიქრე, ესეთი დიდი ეზო მაქვს დარბაზში, რა მინდა მეთქი. აჰა, ივარჯიშე შენს ეზოში. რაც მინდა, მუსიკას ვთავაკ. სპორტს აქ მშვიდად ვაკეთებ, ძმაო. ეხლა ვიწყებ. ცოტა წონას დავიკლებ. მაგრამ ეს ბოქსის სტომარა კარგია, ხარისხიანი ავიდე, მაგრამ ცოტა მსუბუქი მომეჩვენა. ნახე, ეგრევე დაფრინავს. იმ ადგილთანაა კავშირში, სადაც დგას. დედე, შეხედე. დედე, არ უგბინო იმ ბოქსის სტომარა, შვილო. ასე რომ დაფრინავს, თრად კარგი არა. წონა ალბათ 35 კილოა. ასე ვიცი მე. ამას ჯერ ზუსტად ადგილი არ მოუძებნე, ცოტა კიდე აქეთ გადავიტან. აქ პირდაპირ ხელს მიშლის. ბაბუა, ლუკბენი მკრივი სტომარას. ჯიჟი ბაბუა. როგორ ეშინიათ? გუშინ როკი და ის მეორე პუდელიც აქ ჩემოდნენ. ამას ურტყამ ზუსტად ტადისე როგორც იზაბელი ესხმის თავს. ისე ესხმიან თავს, ძმა, ორივე ძალიან საშიშია. ეხლა ნელ-ნელა მოემზადოთ. ბაზისკენ წავიდეთ, დარჩენილი ამანათები ავიღოთ. ხებისთვის საკიდლები გავაკეთოთ. ქათმებისთვის და ძაღლებისთვისაც გავაკეთოთ. გავაგრძელოთ. მეგობრებო, ეხლა ბაზარში მოვედით და როგორც კი ბაზარში მოვედი, მშიერი ვიყავი, თქვი, მოდი ვჭამოთ რამე, ძმაო. მოვედი ერთ რესტორანში. ჩვენს ადილში დაგვაქვს. აი ორმან ქაბაბი. არნაუთის ღვიძლი, ჩვენი პილავები, ჩვენი გემრიელი აირანი, წნილი წიწაკა, წყალი ხალი.
მოდი კარგად ვივახშმოთ, ენერგია დაგვიბრუნდეს. შემდეგ ავიღებთ ჯერ ერთ-ერთ საკურიერო კომპანიაში შევიარე. მოგითხარი, ფერმაში არ მოქონდათ ამანათები. ერთ-ერთი 300-იანი საკურიერო კომპანია, იმათმა გაიხარონ, ის მოდის. პირველი ამანათი მისგან მივიღეთ. დანარჩენიც ახლახანს ავიღე. ეხლა ცოტა ხანში დანარჩენებთანაც მივალთ, მათაც ავილებთ. ბისმილლაჰირაჰმანირაჰიმ. აგელოებისგან თქმა დამოვიწყდა. მე ლავთქი ფერმაში 20 კილოს ზავიკლებ მეთქი ვამბობდი. ჩვენ ამ ტემპით 20 კილოს დაკლება კი არა. 20 კილოს კიდე მოვიმატებ ძმაო. ესეც იმისთვის არაა რომ ვიგზო დანაკრება, უბრალოდ ცოტა გემო გაგვიუმჯობესდეს. ამასაც გაჩვენებთ, მაპატიეთ. თუ სადმე შემხვდებით, კარეთ დაგპატიჟებთ, გპირდებით. მაპატიეთ, დღეს ძმაო, მთელ დღეს თქვენთვის ვლოგად ვიღებ. ახე მე ძალიან მიყვარს ჭამა. არის ერთი საჭმელი, რომელიც არ მიყვარს. სოკო, თუ თქვენს გაქვთ ყველაზე ნაკლებად საყვარელი საჭმელი, კომენტარებში დაწერეთ. საჭმელს არ ვარჩევ. მაგრამ სოკო საერთოდ არ მიყვარს თმაო. პიცაც საერთოდ არ მიყვარს. ნახე სოკო, პიცა. კიდე რა არ მიყვარს მე? სოკო, პიცა. ყველაფერი დანარჩენს ჭამა, არაფერს ვიცუნებ. სოკო და პიცა საერთოდ არ მიყვარს. ახე უკაცრიელ კუნძულზე რომ მოუხდე და მშიოდეს. იქ ერთადერთი საჭმელი სოკო რო იყოს, მაშინ შევჭამ. თორე არ შევჭამ. იქაც მხოლოდ იმისთვის არ მოუყდე. იქაც ეხა არ შევჭამო რო თქვა, ამჯერად გადავაჭარბებ. ისე ძალიან არ მიყვარს. პიცის სუნიც ვაწუხებს, ისიც საერთოდ არ მიყვარს. ჩემი ყველაზე საყვარელი საჭმელია. ეხლა სარმა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით შავი კომბოსტოს სარმა. გადადეული ვარ. კარდიარიქი. ყველა წვნიანი კერძი, ბადრიჯინის კერძები, კარტოფილის კერძები, პილავი და ასე შემდეგ. ნახე, წინადილითაც კი საუზმეზე წვნიანს ჭამდი. ძალიან მიყვარს წვნიანი კერძები. ჩვენი საკვების კულტურაც სამართლიათ რო თქვა, ძალიან კარგია. მაგრამ ყველაზე საყვარელი კერძი ხა վել გამახსენდა, ყველაფერს ჭამს, მაო. მაგრამ განსაკუთრებით სარმა ძალიან მიყვარს. კაპუსტის სარმა, ვაზის ფოთლის სარმა, კარნიარიქი. ისი ძალიან მიყვარს. ხორციან კერძებთან დიდი ურთიერთობა არ მაქვს. ნუ იფიქრებთ ახლა ხორცს ვჭამ. ხანდახან ვჭამ, მე უფრო ბოსტნეული მიყვარს. ბოსტნეულის კერძებით მასაც უყვარს. ეხლა ჩვენში ერთი მხარე შავი ზღვის რეგიონიდანაა. ბოსტნეული სარვი ჩვენი მადა იქიდან მოდის. ანუ ამიტომ. თქვენი ყველაზე საყვარელი კერძი რომელია? რაც არ გიყვართ კომენტარებში დაწერეთ. ეხლა ეს კერძი კარგად შევჭამ, ვიდეოში ვარ და ამიტომ შვიდად და მადიანად ვერ ვჭამ. მოდი ჯერ ეს კერძი შევჭამ, ძმაო, მე ამანათებზე გავაგრძელოთ. მეგობრებო, ეხლა ქათმის მაღაზიაში მოვედით. აქედა შვილების დღევანდელი სადილი ვიკიდე მზინაკნიბდე. მოდი თითოეულ სალსალკე გაჩვენებთ. აი ესე. 10 კილო ტყავი გვაქვს. აი როგორც ხედავთ. ამის შემდეგ აი აქ გვაქვს 12 კილოგრამი ბუტის ძვალი. იცით, ჩვეულებრივ ბუტის ძვალს არ ვაძლევ, სულ გეუბნებით ამას. ეხლა ცოტას ვაძლევ, ვანაწილებ, თითო როლა ძვალს ვაძლევ, თითოეულ ძაღლს. ამას შესაბამისად ვაძლევ, ესე მაინც ესე ზიანს არ აკეთებს, მაგრამ თუ მეც მისცემთ, პრობლემა იქნება. ამის შემდეგ აი ეს. ესენი რა არის? ნეკნის ძვალი ხო არ არის? აჰა, ესენი პეპელასავით გაჭრილი. სუპისთვისაა, აი რასაც ხედავთ. დღეს ეს ვიყიდეთ. ჩვეულებრივ გულკერდის ძვალს ვიღებდით. დღეს ეს ვიყიდეთ თლიანობაში. ჰალილბიძია, ხელი მოგემართოს. ასაკეთებ ძმაო, როგორ მიდის საქმეები? დამიქიდე ხელი, მაგრა თო ყველა ვნახოს. მეცმა გაგიადვილოს ძმაო. როგორ მიდის საქმეები? კარგად ხარ? სუპერ. დღეს მეც გადავიდე ვიდეოს, ვიფიქრე. ილვისას ამათ გაჩვენებთ. კარგი იქნება, რა თქმა უნდა.
ხალხს აინტერესებს რითქვებაო. აი ეს ჩვენი ერთდღიანი ულუფაა. ძმაო, ტყუილი არა, ყოველდღე ვკიდულობ, ხო ასია? ყოველდღე. ყოველდღე, არასდროს აცნეს. ყოველდღე ვაძლევ. არასდროს აცნეს. ეს ფესტივალი რა ხასო პროდუქტს ყოველდღე ვკიდულობ. კვეთმა დაგლოცოს. ჩემი მეგობარი. თვეში 2-3 ტონა ხო არის, არა? 2-3 ტონა ქათამს ვკიდულობ. ძმაო, ჩვენთან შვილები ბევრია, ნახე, ეს ერთი დღის ულუფაა, შეხედე ამას. ხალხი ამბობს, როგორ ული, ძმაო, როცა გიყვარს ული, აბარასიზა. შვილები ბევრია, ტყუილად ხო არ ვამბობ. ძაღლს კი ავზდით, შვილი ვიძვდით მეთქი. იმიტომ ვიღებ, რომ მიყვარს ზრუნავ, მეგობრებო. ეხლა ესენი მანქანაში ჩავტვირთო? გაგძელებ ამანათების აგებას, იქიდან ფერმაში გადავდივართ, ფერმაში იქიდან გავაგძელებთ, სადაც გავჩედით. მეგობრებო, ეხლა საკვების ასაღებად მოვედით. ძმაო, სალამი ალეიკუმი. ვალეიკუმ სალამი. საქმე როგორ მიდის, როგორ ხარ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება? იცით, ხები ჩვენი დიახ. სულ დაგვალა. კვირაში ერთხელ მყიდულობ საკვებს, მეგობრებო. ეხლა ჩვენ დაქუცმაცებული ქედი გვჭირდება. კარგი. სიმინდის ფანტელი. კარგი. ფათქლის საკვები. ამის შემდეგ ხორბალი. მაგრამ ხორბალს პატარას ვიყიდი. ამას ვსავიღებ, საკმარისია. ერთი ცისიც ავიღოთ. პატარა ქრები ხო არის, ასაც ლოკავენ. იმასაც ავიღოთ, ყველაზე პატარას. კლდის მარილი. ხო, კლდის მარილი, აი ეს. კარგი. ჩვენ უკვე 5 თხა გვყავს. მოდი ერთი პატარა ავირჩიოთ. ეს რა არის, რომელი საკვებია? პრინცესა რო აწერია. ის რძე 19-ია. არა, ეს ჩვენი ძე არ არის. მოდი დაგეხმარები. არ გადაიღალო. ეს რა არის, ქერი? დაფქური ქერია, მომაწოდე. უნდა დაგხმარებოდი. არა, ძმაო, შენც მეყოფი. მოდი. აუყარო ჩვენი არპა. მეგობრებო, ადრეში ერთხელ საკვებს შუჟებთ. ეხლა თხები, ქათმები, პატები, იხვები, ხო იცით, ბევრი რო არის, აქ საკვები არ ყოფნის. სხვა მანქანაში არ ეტევა, ამიტომ ამჯერად ტოროსით მოვედი. სხვა მანქანაში საკვები ვერ შეგვაქვს. ეხლა მოდი ნახე. დაიცადე, ამას საერთოდ არ შეახიო ძმაო. ეს მე ავიღო. არა, მე ავიღო შენ. მომეცი. კარგი, მაშინ მე ისავიღეთ. ახე ჩვენ ახალგაზრდები ვარ, გადავიტან, პრობლემა არ არის. მოდი ის პატკრის საკვებიც დავდოთ. დაიცადე, დაგეხმარები, დაიცადე. თავი ვარ დაგეძაბა. კარგად ხარ? ხო, შენ დაამატე მარილი. მარილს მე ავარჯებ, ძმაო, შენ სიმინდი ჩაყარე. აიჩი. მოდი, მარილები ვნახოთ. ეს მარილებია, მეგობრებო. უთხრა მათ, ვინც არ იცის. ვიტამინებია და მინერალები, აი თხებმა უნდა ლოკოდ. ვიტამინები და მინერალებია თურმე. მარილიანია რაღაც. მოდი ერთი პატარა ავიღოთ. გადაიღე. 3 კილო და 800 გრამია, რამდენი ღირს ამის კილო? 8. 8 ლირა. შეხედე ძმაო. დაჭირე 800. 30 ლირა. კარგი, ეს არის 30 ლირა. ჩვენ ხორბალი ვიყიდეთ, კიდე რამე ვჭირდება. ალბათ მეტი არაფერი მჭირდება, საკმარისია. ჩვენ პეტიცით. კიდე რა უნდა ვიყიდოთ? რამდენი დაჭდა საკვები? ეხლა შევამოწმეთ. გამაცადე ეს ხორბალიც არ დამავითხრდეს, ძმაო. 100 ლირის ხორბალი. კარგი, მოდი, ეს, მოდი. 130 ლარი ქვით ერთად, აი ესა. კარგი. მოდით ეხლა ვნახოთ. ჯვიფასო მეგობარო. ერთი ეზმე თქვი. ქერის ფაფა. 860. კარგი. ქერის ფაფა. ერთი ცალი სიმინდის ფანტელი 800. სიმინდის ფანტელი 820. კარგი. 820. დიახ. კიდევ ერთი ბატკანი. ბატკნის საკვები. ბატკანი გაზარდე. ფართო ბატკნის საკვები 980 ლარი. კიდე გაძვის და ეს. 980. ისინი რამდენი ღირს ძმაო? ძმაო, იქ 130 ლარია. კიდევ 30 დავამატეთ 2790 ლარი. კარგი, ბარათიდან გადავიხადოთ ეს. გადავიხადოთ ძმაო. 2900. სხვა არაფერი მჭირდება, ხო ასეა? 2790. ძმაო. ასე დაიგეთ. შენი აზრით ამ ბატკნის საკვებზე კიდე მოიმატებს ფასი? მოიმატებს, არა? ბოლოს ისი 920-ი. ეხლა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ერთ თვეში მაინც გაიზრდება. ერთ თვეში. მაისის ბოლოს.
ერთ თვეში მოიმატებს. დიზელის ფაზზეა დამოკიდებული, ხო ასეა. რა თქმა უნდა, ეხლა ამ წუთას არაფერი ხდება. ეხლა კარგადაა, ეხლა არ მერკევს, ერთნაირად მიდის. კარგი ძმაო, ჩეკსაც ამობეჭდავ. აიღე ძმაო, ერთი წამით. აუცილებლად მომცემს იმ ჩეკს. კარგი, წარმატებულ საქმეს გისურვებ. მადლობა ძმაო. შენც მადლობა. ეხლა საკვები ავიღეთ, მეგობრებო. აქედან ფერმაში გადავიდეთ, თქვენს გამახარეთ და ამ ვიდეოს ერთი მოწონება დაუტოვეთ. ფერმაში იქიდან გავაგზავნოთ, სადაც გავჩერდით. მეგობრებო, ეხლა ჩვენი ქათმები ავიღეთ. იცით, ფერმის გარეთაც სხვა შვილებსაც ყვებავ. ქათმის აგების შემდეგ ყოველთვის უკან მივდივარ და მათ ვაჭმევ. აქაც ესეთი გოგო ყავს. თავიდან იცით, ქალაბაშთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ქალაბაშმა მიატოვა და წავიდა. მის ფეხს პრობლემა აქვს, დისტემპერი ქონდა გადატანილი. ავადმყოფი გოგოა. გოგო, მოდი, აბა. მოდი. მოდი შვილო, მოდი. აივე, აბა. ამათაც ყოველდღე ყვებავ. ცხოველები თვალებში გვიყურებენ. მელოდებია. ამიტომ მართლა აქედან რომ მივდივარ, გზას დაახლოებით 20 წუთით ვახანგრძლივებ ფერმამდე. მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი ყვებო, აბა რა ვქნა. ცხოველებს აქ არავინ ყვებავს, საწყლები არიან მშიედები. არავინ ყავს. გააგე. ამიტომაც ზრუნავ მათზე, აბა რა ვქნა. გული კი მინდა რომ ყველა ფერმაში მოვაგროვოთ. ამჯერადაც იმის შიში მაქვსო, ავადმყოფობა შეეტრებათ. ავადმყოფობა გამოვა და ვერ ვაკეთებ. ამიტომაც ყოველდღე მოვდივარ და ვაჭმევ. თავარია გოგო მუცელი დაიძღოს. ჩვენ გარდა არავინ ყავს, ცოდოა, საწყალია. გემრიელად ჭამე ჩემო გოგო, გემრიელად მიირთვი. შვილო, მე ეხლა მივდივარ, კარგი? მოდი. მოდი, ხელით გამოყვებო, მოდი. 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 ეხლა ჯერი კარამაშებზეა. მოდი, კარამაშებთანაც მივიდეთ და ვაჭამოთ ისინი. კარამაშ, მოდი შვილო, მოდი. სად არიან ჩემი ლომები? მოდი აბა, მოდი, 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 მოდი. ირბინე, 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 ირბინე. მაშალა თქვენ, მაშალა ჩემს ბავშვებს. დასაკეთებთ ნახოთ. მშიერი ხო არ ხართ აბა? ჩემი სიმპათიური ბიჭი. მოდი. მოდი, მოდი, მოდი. სად არიან ჩემი პატარები? მაშალა თქვენ, ნახე, როცა აქ მოვდივარ და შორიდან ხედავენ, ეგრევე მორბიან, ისე რომ ვერ წარმოიდგენ. წავიყვანო ეხლა თქვენ? ა? თქვენ არ ყოფოდით იქ, ა? გინდა თქვენს აგიყვანოთ. კარაბაში, მოდი, მოდი, მოგეფერები. მოდი. ოპალა. ჩემი დიდი ბავშვი ხარ. მაშალა შენ. მე მოგენატრე თუ ქათმები. მართალი თქვით. არა შვილო, არა, მოდი, მოდი. მოდი, მოდი, ნუ ცელქობ, მოდი. ეხლა საჭმელს მორცებ თქვენ. შვილო, შენ მე არ მოგნატრებია, შენ ქათმები მოგნატრებია. ნახე, იქ უკან დადიან. საერთოდ არ გეტყობა რომ მოვენატრე. ეხლა მოიცადეთ, ნახო შვილო. მოიცადეთ? ოპალა. დაიცადე, 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 ალიჩქარო. მანქანა არ დაკაწრო, მანქანა არ დაკაწრო. აირე შვილო. მანქანა არ დაკაწრო, კარაბაში. კარაბაში, რასაც აპირებ. საქმეა შვილო. ეი კარაბაში, ეი კარაბაში. ეი შვილო. ამდენ ზვალს რას აპირებ, ამჯერად ფერმაში მყოფები რა შეჭამენ, ა კარაბაში. აირე შვილო. ეს უკან დარჩა. ყველა დაკარა, ხედავ კარაბაში. დაიცადე. მომეცი. ყველაფერს ნუ შეჭამთ ბიჭებო, ამჯერად ფერმაში მყოფები რა შეჭამენ. იქ არის შვილო. კარაბაში, ყველას ნუ ეცი. დაიცადე, ესე გავფრინოთ. შვიდად ჭამოთ. კარაბაში იქ დაკარა, აიგე შვილო. ამჯერად იჩხუბებენ. აიგე შვილო, შენც. წაიგეთ, აბა. არ გებოდეთ ჩემს ვაჟკაცებს. ესენი მე კი არა. თითქოს ქათამი უფრო მეტად მოენატრათ. რა სიტყვით ძმაო? აიცადე. კარაბაში ეხლა ამას დაგიფენ, მაგრამ ხო არ მიგბენ. აიცადე. მოდი ცოტა დავაფენო ძმაო. მეც არ მაგმინოს. არ უკბეს, კარაბაში ჭკვიანია ხო იცი. აი ესენი ნახე, 3. 5, 6. კიდევ ერთი ძაღლია, ერთ თვალში ბრმა, ისიც მეორე სოფელშია. მის მდგომარეობა ძალიან ძიმეა, ორივე თვალი ბრმა აქვს, ქუჩაში ცხოვრებას ცდილობს. ყოველჯერზე როცა გავდივარ, მასაც ყვება, მაგრამ ეხლა ვერ დავინახე, როცა მოვდიოდი. ჩვეულებრივ ყოველთვის მასაც ყვებავ. აქედან რომ გავდივართ, ვაძლებ, ყველა ჩვენზეა დამოკიდებული ძმაო. თუ ჩვენ არ ყვებავთ მათ, ვინ მოულის, ვინ იზრუნებს?
აქ ერთი ძმა ყავს, მერტმა გაახაროს. სინამდვილეში ერთი კი არა, სამი ადამიანი ყავს. ისინი შეძლების დაგვარად ზრუნავენ და უვლიან. მეც ყოველდღიურად საკავდივარ ვაძლევ, ეს კეთილი საქმეა. ისინი გზაზე მელოდებიან, როგორც კი მანქანი დამინახავენ, ყველა იწყებს სირბილს. მაგრამ როგორ გარბიან, ეს ჩვეულებრივი სირბილი არ არის. ეხა ისინი მეც აღამთულიან პატრონად, იმ ქათმის გამო მოდიან. აი იმ ქათმის, აი იმ. ის მე რომ მომენატრა მაგის გამო არა. ჭამეშვილო. ახალგაზრდებო, მე მივდივარ, კარგი, ქარაბაში. მუცელი გაგაძგეთ, კიდე რამე გინდათ ჩემგან შვილებო? არა, მაგრამ შვილო. კარგი, მოდი ჭამე საჭმელი. არ გაბედო, ნუ ცელქობ. მოდი ნელ-ნელა ფერმაში წავიდეთ, მეგობრებო. ქარაბაში მე მივდივარ. ჩემო ლომო, მააშალა შენზე. ახალგაზრდებო, მოგენატრათ მამა, ახალგაზრდებო. ეხლა ამ ლომებს ერთი ყუთი ქათამი გადაუგდოთ, მეგობრებო. იქიდან წავიდეთ, დარჩენილი ამანათები გავხსნათ. კარის წინდგომებმა ჯერ დანაყრდნენ. ჩემმა პატარებმა მოშივდათ. გაიქეც. ოპალა, გემრიელად მიითვით, ჩემო სიყვარულებო. აი ესეთი ყვავილებიც ვიყიდე, მეგობრებო. ძალიან ლამაზი ყვავილებია. მოიცადეთ, პატარებო, მოიცადეთ. აი შეხედეთ ამ ყვავილებს. შეხედეთ ასილამაზე. აი ესეთი ლურჯია. ლურჯია ეს, რაფერია ეს? ესე იგი ისფერი. ვარდისფერი, წითელი. ვინც იცის რა ყვავილებია ესენი, კომენტარებში გულს დაუწერ. რა ყვავილებია ესენი, ნახოთ ვინ გამოიცნობს სწორად. ესენი ჩქოთვისებია. სამი ასეთი ვიყიდე. დიდ ქოთანში ერთად ჩავდგავ და კონტეინერის იქით დავდგამ. ყვავილები ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზები არიან. ახალგაზრდებო, მოგშივდათ, კაპლან. ეხლა ძმაო, მე ხომ უნდა ავიღო ამანათები. აიცადე, ჯერ ამანათები ავიღოთ. ისინი დანაყრდებიან. აისონ ბაბა, კარგად მოშიები ხარ, როგორც ვხედავ. ჯერ მათი ჭამის დრო არ არის, ჭამის დაწყებამდე 3 საათია დარჩენილი. ერთი ყუთი ჩავკაროთ, შუაში მყოფებმა დანაყრდნენ, მეგობრებო. ეხლა ძალიან მაინტერესებს ჩემი ამანათები, კიდე 2 დარჩენილა, რომელიც ჯერ არ მოსულა. ხვალ ისენიც მოვა. ასე ნაწილ-ნაწილ აკეთებენ საქმეს და თუ ხვალად წავალ, ეს უკვე მესამე წასვლა იქნება. კიდევ ერთი რამ. ყველა საკურიერო კომპანია იქ არის. ყველა 4 კომპანიას რიგრიგობით ვსტუმრობ, წარმოიდგინეთ. ყველაფერი არეული მოდის. ეხლა მოდი იმ კონტეინერთან გადავიდეთ, სწრაფადაც ვნახოთ. ეხლა ჯერ ამ ყვავილებს შევხედოთ, ძმაო. ჩემი ყვავილები ხო იცი, ძალიან ლამაზები გამოვიდა, ძალიან. აქ მინდოდა ლამაზი ყვავილი დამერგო. ესაც ბაზარში დავინახე, ძალიან მომეწონა და მაშინვე ვიყიდე. ასე ფრთხილად გავხსნათ, რომ ყვავილები არ დავაზიანოთ. შეხედე ამას, ძალიან ლამაზად არ გამოიყურება. მე ძალიან მომეწონა ეს ყვავილი. საერთოდ არ სურნელობს, მაგრამ ადაუშავს. სუნი არ აქვს. თუმცა ბაღში ყველგან ყვავილებია. ადაუშავს. მოდი აქაც დავდოთ. ესენი მერე დიდ ქოთანში გადავიტან მე. მათკუთხა ქოთნები ხო არის, სამივეს ერთ ადგილას ჩავდგავ. ყვავილები აი ესე ფერად-ფერადი ამოვა. წითელი, ისფერი, ვარდისფერი, ყველაფერი არეული იქნება, თმაო. მართლა ძალიან მომეწონა ყვავილები. აქ კიდე უნდა მოვაწესრიგო, ხა იგლივ არეულობა. ლამაზია, ძალიან მომეწონა ჩვენი ყვავილები აქ მოუხდა. ეხლა ვნახოთ ჩვენს ამანათებში რა მოგვივიდა, ძმაო. მოდი რიგრიგობით გავხსნათ. მაინტერესებს აი ერთი წალი მოტოს ხელთათმანი ვიყიდე. ჩვენი მოტოს ხელთათმანი მოსულა, ამ იზაბელს როკისთან ერთად გაუშვა. დაიცადე, ნახო. მოდი შვილო. ცნობის მოყარე ლამაზებო, სულ გაგიჟდით. კოდებით, სული მიგდით. XX large აწერია, ვნახოთ, ხელზე მოგვერგება თუ არა. აჯდება. ცოტა ვცადეთ, მაგრამ XX large ჩემთვის ვიწრო აღმოჩნდა. ლამაზია. არა, ცოტა უხარისხოა მგონი ეს. შიგნით დეტალები არ მომეწონა, ძალიან თხელია, თუ დაეცემი ადვილად გაიხევა. ან იქნებ, იმიტომ მომეჩვენა ასე, რომ ზამთრის ხელთათმანებს ვარ მიჩვეული. როკი თითქოს წლები არ გვინახავს ერთმანეთი, ძმაო. აი ზუსტად ამ თვისებაზე გიყვებოდით როკის. ეხლა ეს ხელთათმედი ისე აი ესე არ მომეწონა, ალბათ იმიტომ რომ ზაფხულისა. ეხლა მე ზამთრისას ხმარობ. ის სქელი, ამიტომაც. ეს რა არის? ხო, ეს ჩემი სპეციალური კრემია, წვერისთვის. ეს რა არის? გავხსნათ? ნახოთ.
ხო, ეს ვიკიდე, მე ეს რეკლამა არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ. ტორპედოს საპრიალებელი, რომ მანქანის ტორპედო გააპრიალოს. მოდით მოტოზეც ვცადოთ ეს. მოტოს რომელიმე ნაწილზე შევასხათ, ნახოთ. კარვია. მოტოზე შავი ადგილი სადაა? აი ეს კარბონის ნაწილია. მოდით ასე შევასხათ, ნახოთ. დიახ. ასე ვერ გავიგებთ, ეს რატო ქაფთება ასე? ალბათ ეს უნდა გავწმინდო ნაჭრით, მოიცა ნახო. სად იყო ჩვენი ხელთათმანები? მოდით ამით გავწმინდოთ, ნახოთ. ნახე? ალბათ ცოტა გამოადგა. ვერ გავიგე. იზაბელ არა. ჭკვიანად იყავი. იზაბელის ტონის დასათმელად ადგილს ეძებს. ისევ ამ იზაბელმა დილით ტონისთან იჩხუბა მეგობრებო. იზაბელ მოდი. გადადი. გადადი იზაბელ, გადადი. ხო, ტონიზე მისასხველად სულ მომენტს ეძებს. ამას ვერ მივხვდი, მაგრამ მანქანაში ვცდით. ამას მანქანაში ვცდით. ეს რა არის? ამას ბოლოს ნახავთ. მოდით ნახოთ ეს რა არის. სულიად სხვადასხვა წვრილმანი. აჰა, ეს რაღაც მანქანის რაღაცის გასაწმენდად. კონდიციონერის ღრიჭოებს და ასე შემდეგ. და სულთავების წვრილმანის სამუშაოებისთვის. ამაზეც მოვინდობეთ, მაგრამ ალბათ ერთხელ გავწმენთ და მერე კუთხეში გადავაგდებთ. ეხლა ეს რა არის? მოდით ნახოთ. ეს რაღაცა, როცა მოტოციკლზე მოძრაობდი, ყელი მიცივდებოდა ჩაფხუტის ქვემოდან. ვიფიქრე, ყელზე გავიკეთებ მეთქი. ელსახვევი? მოდი ეს გავიკეთებ, ნახოთ. იხტება. კარგად გამოვიყურები? ჰა? განა არ გამოვიდა. კარგი, მაშინ ასე ვაგრძელებ ვიდეოს. ეს არის, ეს რა არის? ეს რა არის? ეს კიდე მანქანის სარეცხი ტილო? დიდი. ამბობენ წყალში თანთქავს ვცდით. აი ესეთი მანქანის სარეცხი ტილო. მოტორსაც და ყველაფერსაც ეხლა ამით გავწმენთ. წყალს არ იჭას. ფართოა, კარგია. ესეთი ნაჭერია. სხვადასხვა წვრილმანი. ეხლა ეს მაინტერესებს. ეს რაღაცა, ხო? მოტორის საჭე მეგობრებო, ხო გითხარით, რომ საჭე მოვა მეთქი. მოდით ეს გავხსნათ, კაცმა თქვა, რომ ეს არის არაორიგინალი ნაწილი. მოდით ვნახოთ, ორიგინალისგან ძალიან განსხვავდება. ეს რა არის, ველოსიპედის საჭეს გავს მეგობრებო. დავიცადოთ, ნახო. ეს ჩანგალი არაორიგინალია თუ რა? კაცმა თქვა, რომ არაორიგინალია, მაგრამ თუ ორიგინალი მალე დაიმახინჯა, ეს ძალიან მალე დაიღუნება. მართლა ძალიან უხალისო რამეა. მართლა არც შედუღება, არც არაფერი არ მომეწონა. ნუ იმედია ისევ არ დაიმახინჯება. ეს დღეს უნდა დავაკეთო, ნახოთ, მაგრამ მართლა ძალიან უხალისო რამეა. ვაი, რა პრობლემები შეგვიქმნა ამან. მართლა, ღმერთს გეფიცები. ეხლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა ძმაო. ეს მოტოციკლისტების ტანსაცმელია. ადრე არასდროს მცმია. მოტოციკლებით გატაცება არ მქონდა. ანუ ეხლა ხანს დავიწყე. ძალიან მაინტერესებს. როგორი რამეა ეს? ეს რაღაცა ჯავშანივითაა. ამის ჩაცმას ცოტა დრო დასჭირდება, მოდი ჩავიცვამ და ვნახავ. მეგობრებო, ეხლა ჩავიცვი და ჩემი კომბინაცია ესეთი გამოვიდა. უბრალოდ ქვედა შარვალი და ჩეკმა ერთმანეთს არ უხდება, მაგრამ არა უშავს. თავარია მაინტერესებდა მომიხდება თუ არა. ეხლა მოდი მოტოციკლზეც დავჯდეთ, ვნახოთ. მოტოციკლზე ვცადოთ, მოგვიხდება თუ არა. მოტოციკლზე როგორ გამოიყურება? ერთი კროსის ჩაფხუტიც ვიყიდე. ისიც ვიყიდეთ, კაც ხელში არ ქონია. დაბრუნებას ველოდებით. შემდეგ სხვა ახალ ჩაფხუტს შევხედავ. ეხლა მოტოციკლეტი ცოტა გამოფხიზლდეს. ბისმილლა. ჩვენი მოტოციკლეტიც, მაშალა, 500 კილოა. დაიცადე, მოდი ეს ჩამოვიტანოთ ქვემოთ. ამოდი 100. ჩაცმულობა მიხდება, რას ფიქრობთ? ეს ზედა რაღაცა ვიწროა ჩემთვის. ყველას ასე ემართება თუ მარტო მე მომივიდა ასე. ეს վել გავიგე. ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმი. როგორ კარგად გამოვიდა მოტოციკლეტზე? ამოდი ბაბუა.
მოვიხდა. გაიქეცი ბაბუ. წადი. ეს უსინდისო ისევ მიგბენს. საღლები გაგიჟდნენ, არა დედე. არა, კაცო, გაჩერდი. არა. იცადე. შტ, არა დეიდე. იცადე შვილო, არა. გიჟი ისევ ცდილობს დამიგბინოს. დაიცადე. ჰოპ. შენს თავს გაგიტეხავ, ნახე. შენს იმ თავს გაგიტეხავ. დაიცადე, როკი. უსინდისო დედე რა. სადგვიპინა. კარგია, ნელ-ნელა უმჯობესდება. კროსის მოყვარულები ვხვდებით. დღესაც ვქვი, თქვენთვის დღიური ვლოგი გადავიღო. ეხლა ამ დარჩენილ საქმეებს მოვაგვარებ, მეგობრებო. ძაღლებს საჭმელს მივცემ, გალიებს კიდევ ერთხელ დავრეცხავ, გასაშვებ ცხოველებს გავუშვებ. მიყვარხართ ძალიან, არ დაგავიცდეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. მშვიდობით, მეგობრებო.